მოგესალმებით. დღეს კიდევ ერთი მარტივი რეცეპტი მოგიტანეთ ყვავილოვანი კომბოსტო სალათა კორეულად, რომელიც აუცილებლად უნდა მოამზადოთ. არის მარტივიც, სწრაფიც, ბიუჯეტურიც და რა თქმა უნდა ძალიან გემრიელიც. მაშასე ავიღოთ ყვავილოვანი კომბოსტო, რომელიც დავანაწევროთ ესეთ პატარა ყვავილებად. ხოლო შემდეგ კი ქვაბით დავადგათ წყალი, რომელიც როცა კარგად გაცხელდება, დავამატოთ 1 ჩაის კოვზი მარილი და მასში ჩავყაროთ ჩვენი უკვე დანაწევრებული ყვავილოვანი კომბოსტო და გავაჩეროთ ამ დუღარე წყალში მხოლოდ და მხოლოდ 3 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ ამოვიღოთ მდუღარე წყლიდან და გადავიტანოთ ცივი წყლით სავსე ჯამში და აქაც გავაჩეროთ მხოლოდ და მხოლოდ 3 წუთით. შემდეგ დავყაროთ საწურზე და გავწუროთ. მოვამზადოთ სტაფილო, რომელიც გავხეხოთ და დავჭრათ გრძელ ნაჭრებად, ასევე დავჭრათ სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა და 1 თავი ხახვი. მომზადებული სტაფილო და ბულგარული წიწაკა დავამატოთ უკვე ჩვენს გაწურულ ყვავილოვან კომბოსტოს და შემდეგ ქვაბში ან ტაფაზე დავასხათ 100 მლ ზეთი და მასში კარგად მოვშუშოთ ჩვენი დაჭრილი 1 თავი ხახვი. აქვე დავამატოთ 3-4 კბილი გახეხილი ნიორიც და განვაგრძოთ მოშუშვა. შემდეგ დავაყაროთ 1 ჩაის კოვზი დაბქული ქინძი, ასევე შავი პილპილი და დაბქული ცხარე წიწაკა. დავამატოთ 1/2 ჩაის კოვზი კურკუმა ან ყვითელი ყვავილი და კარგად ავურიოთ. როცა ხახვი კარგად ჩარბილდება, გადავიტანოთ ცეცხლიდან და მდუღარევე დავასხათ ჩვენს მომზადებულ ბოსტნეულს. მდუღარე ზეთიანი მასის დამატების შემდეგ დავამატოთ 1 ჩაის კოვზი შაქარი, ასევე მარილი გემოვნებით. დავამატოთ აქვე 2 სუფრის კოვზი ძმარი ან სოიოს соуსი და ბოლოს ვამატებთ დაჭრილ ქინძს. ყველაფერს კარგად ამოვურევთ. როცა ყველაფერი კარგად აერევა, შევდგათ მაცივარში და 2-3 საათში შეგვიძლია გემრიელად მივირთვათ. ეს უგემრიელესი სალათა არის კორეული კიმჩის სტილის, რომელიც შეგვიძლია ცალკეც მივირთვათ და სხვადასხვა კერძთან ერთადაც. დღეს სულ ეს იყო. აუცილებლად გამოიწერეთ შინაურული, რომ ნახოთ ყველა მარტივი რეცეპტი. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ რეცეპტამდე.